ილია მეორემ დაიჭირა სატანის მხარე და საქართველოს საპატრიარქო ილია მეორეს სარდლობით თავიდანვე იყო ჩამდგარი ქართველი ერის განადგურებაში და შენნაირი ზომბების გამოყვანაში. Აი გამარჯობა თქვენი საპატრიარქოში ჩაბუდებულო ქართველი ერის და საქართველოს თავარო დაუძინებელო მტრებო. განცხადებები, რომლებიც კეთდება, ეპისტოლეები, რომლებიც ხდება, პატრიარქი არაფერ შუაში არ არის. ესეც ის რომ ხალხს კიდე რაღაცა რწმენა და სიწმინდე ქონდეს ჩარჩენილი პატრიარქის პერსონის მიმართ. დღეს მინდა გელაპარაკოთ უშუალოდ ჩემ დამოკიდებულება, რომელიც წლების მანძილზე ჩამომიყალიბდა საპატრიარქოს პატრიარქის მიმართ და საერთოდ მათი განვლილი გზიდან გამომდინარე ქართველი ერის მიმართებაში რაც გააკეთეს. რასაც ძალიან ბევრს, რისიც თქმა ძალიან ბევრს უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. მტკიცებულებების მეტი რამ მქონდა, მაგრამ სანამდე საბოლოოდ არ დაადასტურებდა საპატრიარქო არ დაუსვამდა ბეჭედს, რომ ისინი გადაბარგდნენ ოფიციალურად საქართველოს და ქართველი ერის მტრების ბანაკში, ოფიციალურად ღიად. მანამდე მაინც რაღაც თავშეკავებას, თუნდაც პატრიარქის ასაკიდან გამომდინარე. დღეს მოისმენთ ჩემ დამოკიდებულებას საქართველოს საპატრიარქოს და პატრიარქის მიმართ და მის ქვეშ დაქვემდებარებული ცრუ სასულიერო პირების მიმართ, რომელმა პირებმაც ჩემი ერი მთელი ამ ხნის მანძილზე, ამ წლების მანძილზე მიზანმიმართულად, შეგნებულად, თვალახვეული, რო იცით თქმა მოჯადოებულ წრეზეო დავდივართო, მოჯადოებულ წრეზე ატარეს და ახლაც უნდათ გააგრძელონ აი ასე. ამიტომ თავშივე მინდა მივმართო აქ მე პატრიარქმა დიდებლები და ესენი პოლემიკას თუ შეიძლება ნუ გამიმართავთ. საქართველოს საპატრიარქო შეგნებულად დაწყებული კომუნისტების დროიდან მოყოლებული, დამთავრებული დღევანდელ დღემდე დგას ქართველი ერის ღალატის სამსახურში, ქართველი ერის ტვინის არევის სამსახურში და ამას ხელმძღვანელობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. თქვენ თუ გონიათ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ეკლესიაში ხალხი პატრიარქმა და პატრიარქის ავტორიტეტმა და ლოცვა-კურთხევა მიეყვანა, ძალიან შემცდარხართ. და როდესაც ქართველი ერის ორსაუკუნოვანი ძილიდან გამოვიდა და თავისუფლება მოითხოვა, სისტემა მაშინ გამოუშვა ზუსტად პატრიარქი იმისთვის, რასაც პატრიარქი აკეთებს 30 წელიწადია. ტვინის ასარევად და ლეგენდებითა საქართველოს პატრიარქის ირგვლივ შექმნილი ყველაფერი, რომ ცოცხალი წმინდანია, რომ თურმე ესე იგი იბერიის გაბწყინების უკანასკნელი პატრიარქია და ჩვენ ყველას პატრიარქის უნდა გვწამდეს. ხო გახსოვთ ეს უშიშროების ისინი, რა ქვია, ჩანერგილი საზოგადოების დასამონებლად და დასაშტერებლად. და თქვენ კიდე ილია მეორე უშიშროებამ და სისტემამ გახადა კერპი. ამ კერპის ირგვლივ ამ ცრუ ყალბი მერე სუფრაზე შემოგდებული სადღეგრძელოებით მესამე პატრიარქის სადღეგრძელო უნდა დაილიოს და ესე შემდეგ. მთელი ეს ბოდვები იყო ჩადებული ერთადერთი მიზნით, რომ არსებობს კეთილი პატრიარქის ლეგენდები, არსებობს დღედაღამე ქართველ ერზე ძილში არ მყოფი საპატრიარქოს ლეგენდები.